ისტორიის წიგნი მაინც გადაშალე 30 იყოს. მადლობა ამ მოწოდებისთვის. წეგან ისე დამ სტრესე დამღილაკზე რომ შემეშინდა უცებ მგონია რომ დავაჭირო. ანუ რას პროცესი არის, რაღაც ამ პროცესის სახელი მინდა. brain rot-ი ჩემია. ტრალალელო სელოდები. ეგ წინასწრის ხო არის? 6 ეს brain rot-ი ხარ. +10. ეხლა რო გავრისკო? ეხლა ლაშა სამწუხაროდ. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ არასპორტული პრესინგის ნახევარფინალურ თამაშს, რომელიც გამარჯვებულიც მატჩდეის ანდალუსიურ თავგადასავალში გაემგზავრება. 3 ღამე სევილიაში დასწრება ბეტისისა და სევილიას დერბიზე, შეხვედრა ფანებთან პაბებში, სტადიონის ტური და ეს ყველაფერი ბიძინა ბარათაშვილთან ერთად. ამ და სხვა თავგადასავლებზე მეტ ინფორმაციას ნახავთ ვებგვერდზე matchdays tours. დღევანდელ ეპიზოდში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ლაშა გოდუაძე, ანანო თოთიაური და დავით ჰიტა ალავიძე. მზად ხართ მეგობრებო, რომ ითამაშოთ არასპორტული პრესინგი, სადაც სპორტული შეკითხვები საერთოდ არ იქნება. დიახ. შვენიერი, დავიწყოთ. პირველი რაუნდი შეტევა. მიუხედავად იმისა, რომ არასპორტულია ეს პრესინგი, სახელები რაუნდის კვლავ სპორტთან და ფეხბურთთან არის დაკავშირებული. არ შევცვალე სახელები რაუნდების და ისე ბომბარდირი ქვია, თუმცა წესები ზუსტად იგივე არის, რაც აქამდე გქონდა. ანუ პირველ რაუნდში თქვენს წინ გამოჩნდება 4 თემა, საიდანაც რიგრიგობით დაბლოკავთ იმ თემებს, რომელზე თამაშიც არ გსურთ, რაც დარჩება მეოთხე, იმაზე ვითამაშებთ. გამარჯვებული რაუნდის მიიღებს 50 ქულას, მეორე ადგილოსანი 30 ქულას. თამაში გაგრძელდება იქამდე, სანამ ან ყველა პასუხს არ ჩამოთვლით, ან ორი მოთამაშე 3 სტრაიკს არ აიღებს. სტრაიკს იმ შემთხვევაში იღებ, თუ არასწორად პასუხობ თავისთავად. კარგით, დღევანდელი თამაშის თემებს გაგაცნობთ, ესენია: ყველაზე გავრცელებული სახელები საქართველოში, ყველგან იქნება ტოპ 15, ანუ პირველი 15-ეული მჭირდება. მეორე, ყველაზე მეტი ოსკარის ნომინაცია, ანუ ფილმები, რომლებთაც ყველაზე მეტი ოსკარის ნომინაცია აქვს. მესამე, ყველაზე მოსმენადი არტისტები Spotify-ზე, დღევანდელი შედეგებით, ანუ ვის აქვს ყველაზე მეტი მოსმენა ჯამურად და მეოთხე, ყველაზე დიდი ქვეყნები ტერიტორიით. ასევე დღეს ვის აქვს ყველაზე დიდი ტერიტორია. ვის უნდა რომ პირველი დაბლოკოს? მე დაბლოკავ. ლაშა რას ბლოკავ? Spotify ჩავახო. Spotify დაგვემშვიდობა. ანანო, რას დაბლოკავ? ყველაზე, ვაცა? ვერ კითხულ. ოსკარი არის ხო, სახელები და ტერიტორია ქვეყნების. ქვეყნები. ქვეყნები დაიბლოკა. ჰიტა, რაზე ვითამაშოთ? აუ, ქვეყნები გაასწორებდა. სახელები და ოსკარები დაგშა? კი. ოსკარებიც კარგი იქნება. სახელები, მოდი, მოდი, სახელები დავტოვოთ. კი ბატონო, სახელები. აქ მეგობრებო, გეტყვით, რომ საუბარია როგორც ქალების, ასევე კაცების სახელებზე ერთად არის გაერთიანებული არის სია. სექსისტური სია არ გამიკეთებია, შესაბამისად. დავიწყოთ, ბოლოს დაბლოკა ჰიტამ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი უნდა თქვას ჰიტამ. ოსკარები დავტოვეთ? არა, დავტოვეთ სახელები. ხო, კარგი. პირველი სახელი იყოს ნინო. პირველი სახელი რა თქვი? ნინო. ნინო არის მესამე ადგილზე 115715 ადამიანი. ნინო 3 ქულა, შემდეგი არის ლაშა, იმიტომ რომ საათის ისრის მიმართულებით იქნება ჩამოთვლა ამ რაუნდში. ლაშა? მოდი იყოს თამარი. თამარი მე-6 ადგილზეა. 6 ქულა, ანუ. დავითი. დავითი მე-4-ია. 4 ქულა. ლუკა. ლუკა 9 ქულა არის. 44797 ლუკა ყავდა, როდესაც ამ თემას ვწერდით, ეხა ალბათ მეტი არის, ან შეიძლება ნაკლებიც. ჩემი ჯერია, ხო? კი. მოდი იყოს ილია. ილია პირველ სტრაიკს გავს და ნამდვილად პირველი სტრაიკია. 15 სახელში არ შედის ილია რაოდენობით. ალექსანდრე. ალექსანდრე 8 ქულაა.
ნოდარი. ნოდარი გაგიკვირდება და 15 ელში არ შედის. აუ ჩვენ. ნოდოც ასე ის ნოდორო დავამატოთ. წარმოგედგინა რომ ბევრი იყო. კი, სადღაც 15-ში მეგონა. ეკატერინე იყოს. ეკატერინე ლაშა მეორე სტრაიკია შენთვის და ფრთხილად უნდა იყო. ქეთევანი. ქეთევანი ასევე სტრაიკია, პირველი ოღონდ შენთვის. ანა. ანა 5 ქულა არის ჰიტა. აუ. მოდი იყოს გიორგი მაშინ. გიორგი რა თქმა უნდა პირველ ადგილზეა. სტრაიქ ჯობია. რა თქმა უნდა. ნიკოლოზი. ნიკა. ნიკოლოზი არის 11 ქულა მეგობრებო. 11 ადგილზეა. იმიტომ რომ აქ ნიკოლოზი და ნიკა ცალ-ცალკე სახელები არის, ნიკა არ არის ამ 15 ელში და ამიტომ გეუბნები თორე რომ გავაერთიანოთ. ანუ ნოდარის ვერ იყო და ჰიტა? არა, ერთ-ერთი რო ყოფილიყო ჩაუთვლიდი უბრალოდ არც ერთი არ არის ნოდარი. სალომე. სალომე არის ჰიტა შენი მეორე სტრაიკი. აბალაშამ მოდი იყოს თორნიკე. მეგონა. თორნიკე სამწუხაროდ არ არის 15 ელში და ლაშა ამ რაუნდს ემშვიდობება. მარიამი იყოს. მარიამი მეორე. Safe play. კი, მეორე ადგილზეა მარიამი მეგობრებო. კიდე კაი თორნიკეები. და 2 ქულა. ჰიტა შენ გაქვს 2 სტრაიკი, ამიტომ ეხა არასწორად უპასუხე, შენც ასრულებ ამ რაუნდში მოღვაწეობას. კარგი, დავფიქრები. ლევანი. და მესამე სტრაიკი. სახელები, რომლებიც არ გითქვამთ, იყო გიორგი, მარიამი, ნინო, დავითი, ანა, თამარი, მაია, ალექსანდრე, ლუკა, ნანა, ნიკოლოზი, ელენე, ნათია, ირაკლი და მანანა. მანანამდე ვერ მივეცოდი. მანანა ძართული ამოსაცნობი იყო ნამდვილად. ამიტომაც იყო 15 და ქულიანი. ნანა კიდე თაგია, ვაუ. ობა. პირველი რაუნდი დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ანანო 50 ქულა აქვს, ანანოს 50 ქულა აქვს, ჰიტას 30 ქულა, ლაშა ჯერჯერობით უქულოდა. დავიწყოთ მეორე რაუნდი ტაქტიკოსი. მეორე რაუნდში მეგობრებო, თქვენ წინაშე გამოჩნდება 5 თემა. თითოეულ თემაში იქნება 3 შეკითხვა, განსხვავებული სირთულის, 10 ქულიანი, 20 ქულიანი, 30 ქულიანი. როდესაც ირჩევთ რომელი თემიდან რომელი შეკითხვა გინდათ, დასწრებაზე არ თამაშობთ, ბოლომდე მოусმენთ შეკითხვას, შემდეგ უპასუხებთ, თუ არასწორი იქნებით, დარჩენილ 4 მოთამაშეს შეუძლია დასწრებაზე ითამაშოს და უპასუხონ. ვისი არჩეულიცაა კითხვა, ის არ მინუსდება ამ შეკითხვაზე, ხოლო თუ დასწრებაზე ითამაშა ვინმემ და არასწორად უპასუხა, ნიშნულობა არ აქვს, რამდენ ქულიანი შეკითხვა, მაინც -10 ქულას იღებს. ხოლო თუ სწორად უპასუხა, რამდენი ქულიანიც იყო, პლუს იმდენი დაემატება. დღევანდელი მეორე რაუნდის თემები არის გაერთიანებული ერთი დიდი ფარის ქვეშ არის საგამოცდო საგნები და შემდეგი თემები გვაქვს. სკოლაში არავის უყვარს ქიმია, უბრალოდ ბიოლოგია, ისტორიის წიგნი მაინც გადაშალე, გლობუსა და ელემენტარული მათემატიკა. წინასწარ გეტყვით, რომ ყველა ამ თემებში აუცილებელი არ იქნება მართლა ამ საგნების ცოდნა, უბრალოდ შეიძლება რაღაც სხვანაირად იყოს დაკავშირებული, ქიმია იქნება, ბიოლოგია თუ ასე შემდეგ. ამიტომ არ ესე დაფრთხეთ, არ შეგეშინდეთ, ყველაფერი კარგად იქნება. რადგან პირველი რაუნდი მოიგო ანანომ, ანანო იწყებს ამ რაუნდს. აი, ბიოლოგიით დავიწყო. ბიოლოგია რამდენ ქულიანი? 10, 20 თუ 30? მიდირთული დაიწყე. 10-ით. 10? დიახ. კი ბატონო. ეს არსებები ბიოლოგიური სასწაულები არიან. მათ 500 მილიონამდე ნეირონი აქვთ. უმეტესობა ტვინის მიღმაა განთავსებული. შეუძლიათ თავსატეხების ამოხსნა, მაშინ თავსახურების გახსნა. 8 ფეხა. დავასრულებ შეკითხვას და სწორია პასუხი, მაგრამ მაინც დავასრულებ შეკითხვას. თავსახურების გახსნა 3 გული აქვთ, ცისფერი სისხლი და რაც მთავარია 2020 წლის დოკუმენტური ფილმით გაირკვა, რომ კარგი მასწავლებლები არიან. მე რა მოგენახე. მე რა ნახე. ეს არსებები არიან 8 ფეხები.
სწორი პასუხია +10 ქულა. სასწაულის რო დაიწყეთ მეთქი. ვაფეხას დაუმეგობრდა ერთი კაცი რა. მაგაზია მთელი ფილმი როგორ დაუმეგობრდა. სულ. საოცარი დოკუმენტური ფილმია. ეხა მოვიწყდება რომ ჩვენ დასწრებაზე არ ვთამაშობთ. ხო, მეორე რაუნდი დასწრებაზე არა, აწი ვითამაშებ დასწრებაზე. წეგან ისე დამ სტრესე დამღილაკზე რომ შემეჟინო უცებ მგონია რომ უნდა დავაჭირო. ჰიტა. მე მინდა მოდი რთული ცადო გლობუსა 30. გლობუსა 30. ამ ადგილს Google Maps-ზე 15000-მდე შეფასება აქვს. ყველა მიმოხილვა ხუმრობა ან სხვა შეფასების პაროდიაა. ნაწილი ინტერნეტის არქონაზე წუწუნებს ამ შეფასებებში, ნაწილი მითიურ არსებებთან შეხვედრითაა უკმაყოფილო, ზოგიერთს არ მოსწონს, რომ ბევრი ნამსხვრევი, ნამტვრევი და გვამი ნახა. ანუ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 15000-ვე შეფასება, რომელიც ამ ადგილზე არსებობს, არის გამოგონილი. სინამდვილეში ნამდვილად იქ მოგზაურობაზე არავის დაუწერია. და წუწუნებენ მითიური არსებებს შევხვდითო, ძალიან ბევრი ნამსხვრევები არისო, ნამტვრევები არისო და ძალიან ბევრი გვამი ვნახეთო. რა ადგილზეა საუბარი? ნამსხვრევებს ვერ ხვდები. ანუ მისვლა შეიძლებოდა საერთოდ, რადგან ყველა გამოგონილია? რა არის? ანუ არავინ არ ყოფილა იქ? ვერავინ ვერ დაწერდა ამ რევიუს და არავინ არ ყოფილა იქ გაჩერებული, ესე ვიტყოდე. ჩემი მოგზალებული აზრით და ცოდნით. გაჩერებული. აბა ჰიტა. მინუს მაინც არიღებ თქვი რამე. არ მთვარე. არა. ლაშა? არიანი ზღრმული ხო არ არის? არა, მაგრამ ახლოს იყავი, ბერმუდის სამკუთხედია, მეგობრებო, ეს ადგილი, სადაც ესე, რა თქმა უნდა, არავინ გავლით ყოფილა ვიღაც, თუმცა არავინ გაჩერებულა და უამრავი მითი და ლეგენდა უკავშირდება ამ ადგილს, დაწყებული დუხლუდან, დამთავრებული უამრავი ხომალდის გაუჩინარებასთან. ლაშა, შენ -10 ქულა ლაშა, ჰიტა შენ არაფერი და მადლობა. არაფრის. და ეხა შენ ირჩევ. ისტორიის წიგნი მაინც გადაშალე 30 იყოს. მადლობა ამ მოწოდებისთვის და 30 ქულიანს წავიკითხავ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ენდრიუ ჯექსონის გასვენებამ შვიდად ჩაივლიდა რომარა პოლი. პოლი სახელია. პოლიმ, რომელმაც წლები გაატარა ჯექსონთან, რატომღაც გადაწყვიტა, რომ გასვენებაში უშვერი სიტყვების გამოყენება და გინება დიდებული გადაწყვეტილება იქნებოდა. მეორეს მხრივ, მას დიდი ჭკუა ნამდვილად არ უნდა მოუკითხოთ. რატომ? აბა, რას ვფიქრობთ? ერთი ადამიანი რო დააჭერს დასწრებაზე მერე აზრი აღარ აქვს. ლაშა უპასუხო. არა. თუთიყუში ხო არ იყო? ნამდვილად თუთიყუში იყო პოლი, ზონტკიანური. რომელიც ენდრიუ ჯექსონთან, ხო, მისი შინაური ცხოველი იყო და გასვენების დროს რატომღაც გადაწყვიტა ხალხი ეგინებინა. +30 ქულა. კარგი ხაი. ანანო? ბიოლოგია იყოს. ბიოლოგია. 20 ქულა. ამჯერად ბიოლოგია 20 ქულიანი. მეორე მსოფლიო ომის დროს ეს ქვეყანა ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას არ მორიდებია. საიდუმლო პროგრამა ჰქონდათ, რომლის ფარგლებშიც ადამიანებზე ფატალურ ექსპერიმენტებს ატარებდნენ. 1940 წელს ნინგოფში ბომბები ჩამოყარეს. ბომბები სავსე იყო რწყილებით, რომლებიც ჭირის მატარებლები იყვნენ. ეს ქვეყანა უნდა დამისახელო. ვინც ჩამოყარა ბომბები და არა სადაც ჩამოყარეს. ბევრი ეს კონკრეტული არ ვიცი, რომელმა ჩამოყარა, მაგრამ გერმანიას ვიტყვი. არ არის გერმანია სწორი, ჰიტა? იაპონია. -20 ქულა. იაპონია არის, რომელიც გამორჩეული იყო მეორე მსოფლიო ომის დროს ბიოლოგიური იარაღის გამოყენებით და ჩინეთში ჩამოყარეს ეს ბომბები. დიდად შედეგიანობით ვერ გამოირჩნენ. ოღონდ დიდად ისევ ამბობ 200,000 კაცი მოკვდა, მაგრამ ითვლება, რომ დიდად შედეგიანები ვერ იყვნენ. ბოდიში 200,000 ადამიანთან. ჰიტა. გლობუსა 20. გლობუსა 20. გლობუსამ წამაგებინა და უნდა ამოქაჩო. ინგლისურ ენაზე ამ ორი აზიური მეზობელი სახელმწიფო სახელები ხუმრობით ორ საპირისპირო ემოციას გადმოგცემს. ანუ ინგლისურად გადმოგცემს ორ საპირისპირო ემოციას, ინგლისურადვე მათი სახელები. ერთი რეფლექსიაა რაიმე პოზიტიურზე, მეორე კი პირიქით რაიმე ტრაგიკული სევდიანის მოხდენის შემდეგ ამოძახილს გავს. რა ქვეყნებზეა საუბარი?
მეზობლები არიან აზიაში. ვიღოი აზრი ნორმალურად. მოკლედ ორი ქვეყანა არის აზიაში, რომლებიც არიან მეზობლები და ინგლისურად მათი სახელები გავს ორ საპირისპირო შეძახილს, წამოძახილს. ერთი რაღაც სევდიანს გამოხატავს ხოლმე უმეტეს შემთხვევაში და მეორე რაღაც პოზიტიურს. ერთი, ორი და სამი. არ ვიცი. საუბარი არის იემენ და ოუმენ, ანუ იემენი და ომანი. აი კითხვა იყო. მაშა. ოუმენ. მოდი ისტორიის წიგნი გადავშალოთ 20. იხარია რომ აგზელებ მოწოდებას ხალხისთვის, რომ იქნებ ისტორია გაიაზრონ და მეორე შეკითხვა. 1932 წელი. ავსტრალიაში საშინელმა გვალვამ ამ არსებების შიდა მიგრაცია შეუწყო ხელი და ფერმერების მოსავლის განადგურება დაიწყეს. ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის ვეტერანები და ფერმერები იარაღით უზრუნველყო. მათი მისია ამ არსებების განადგურება იყო. თუმცა ომი უთანასწორო გამოდგა, ადამიანთა რასამ სასტიკი მარცხი იწუნია. მოკლედ ეს არსებები იმის გამო რომ გვალვა იყო, მიუახლოვდნენ ფერმერებს და მათ დასახლებულ ადამიანების დასახლებულ ტერიტორიებს და მათი მოსავლის მირთმევა დაიწყეს. უნდა დამისახელო ეს არსებები. აუცე. კენგურუები სხვა ესე ვერ მიხსენ. არა, კენგურუები არ არის, ჰიტა. მე კენგურუები უნდა ვეთქვა. ესე იგი, რასთან მელია კი არა. ტყურა. არა, -10 ჰიტა, ესენი იყვნენ მეგობრებო, ფრინველები, ემუები, რომლებიც ავსტრალიაში ბინადრობენ და ადამიან, ვერ წარმოედგინათ თავის დროზე, რომ მათთან დაპირისპირებაში დამარცხდებოდნენ, მაგრამ ძალიან სწრაფად გადაადგილდებოდნენ თურმე ერთად და ვერაფერს ვერ აკეთებდნენ, ეს ხალხი ამ გვალვაში თვითონ დაიწვა. თვითონ ისქნა შეწუხდა და ბოლოს დანებდნენ, რომ რასაც შეჭამს ემუ, ჭამოსო და ასე გაიმარჯვეს ემუებმა და დღემდე ემუხია? ემუ. ფრინველია, რომელიც არ დაფრინავს. ეს გრძელი ფეხები აქვს. ერთადერთი ომი. გრძელი ფეხები აქვს და დიდი ტრაკი. ანანო. მათემატიკა იყო 10 ქულა. მათემატიკა 10. ამ ბენდს თუ ვენდობით, ორს რომ 2 მივუმატოთ, 5 უდრის. ამ კომპოზიციის ინსპირაცია კი ჯორჯ ორუელის საკულტო ნამუშევარი 1984 გახდა. უნდა დამისახელოთ ბენდი. 2+2 უდრის 5-ს. მეგონა რომ 10-ქულიანი იყო, მაგრამ როგორ შანს არ არის 10-ქულიანი. ყვირამე, მაინც. თან მათემატიკაშია. ვაუ. ერთი წამით. ეს ალბათ სიმღერა უნდა მქონდეს. კი, კომპოზიცია არის ცნობილი ამ ბენდის. სხვა ბევრ ცნობილ კომპოზიციასთან ერთად მათი. იმას ვიტყვი რომ ეს არ არის რაღაც one hit wonder-ი ბენდი ნამდვილად არ არის. არ ვიცი. კაი. ყოს Beatles-ი. არა, ეს იყო Radiohead-ი. Radiohead-ი ძალიან ცნობილი კომპოზიცია არის. რა? ესე ქვია 2+2 უდრის 5-ს. კომპოზიციის სახელი არის, მე მგონი გამხსნელი არის ალბომის. არ მახსოვს ახლა გამხსნელი კომპოზიცია თუ არა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? კაი. ჰიტა. მოდი იყოს ისტორია. 10-ქულიანი, ხო რას დაგვრჩა? ხო. ჯონ სტეინბეკს ამ ნაწარმოების თითქმის ნახევარი უკვე დაწერილი ჰქონდა, როდესაც მისმა ლეკმა ტობიმ მანუსკრიპტის დაგლეჯა გადაწყვიტა. სტეინბეკს სხვა ასლი არ ჰქონდა და ამიტომ თავიდან მოუწია წიგნის დაწყება. შედეგად მისი ერთ-ერთი შედევრი მივიღეთ, რომლის სახელშიც სხვა ძუძუმწოვარი ფიგურირებს. ამ ძაღლმა შეუჭამა ნახევარი წიგნი, რომელიც დაწერილი ჰქონდა. და მე თავიდან დაწერა და ეხლა სხვა ძუძუმწოვარი ფიგურირებს სათაურში. და სათაური უნდა გითხრა? რა უნდა? ხო, სათაური წიგნის. არ ვიცი. მაშა,
თუ არ ვწდები თაგვებსა და ადამიანებს უნდა. პლუს 10 ქულა, კი, ნამდვილად. თაგვებსა და ადამიანებს. ლაშა. მოდი მაშინ იყოს გლობუსა 10. გლობუსა 10. მაროკოში მოგზაურობისას რობერტ პლანტმა წარმოიდგინა, რომ აზიაში ინდოეთსა და პაკისტანის შორის გზას მიუყვება. ვიცი რომ უცნაურად ჟღერს აფრიკაში რომ ამ ყველაფერს წარმოიდგენდა, მაგრამ ნუ ეგეთი დრო იყო. სწორედ ასე გაჩნდა ამ დაუვიწყარი კომპოზიციის შექმნის იდეა. ანუ ადგილი უნდა დავასახელო. კი, ადგილი, რომელიც კომპოზიციასაც ყვია. მე მგონი ქაშმირია. კი, რა თქმა უნდა, პლუს 10 ქულა. დიდებული კომპოზიცია. ნამდვილად. ანანო? მე მგონი არაფერზე არ არის, რაც აქ წერია, ამიტომ ქიმია იყო 10 ქულა. სწორი ხარ? ყოველთვის არის იმაზე, რაც თემაც არის, მაგრამ არა პირდაპირ. სკოლებში ესე უნდა ისწავლებოდეს ჩემი მოგზაურებული აზრით. დავიწყოთ. ედ სიმონსისა და ტომ როულანცის მანჩესტერულ დუოს ამ სახელით ვიცნობთ. მათი ძმობის ისტორია 1992 წელს დაიწყო. 1999 წელს გამოსული Let Forever Be's ვიდეო ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო კლიპია. უნდა დამისახელო ამ დუოს რა ქვია, ბენდი და არ ქვი თუ ვინდა არ ვიცი, რაც გაგიხარდება. My Chemical Brothers. Chemical Brothers-ის სწორია, მაი დაივიწყე და ისე. პლუს 10 ქულა. ძმობის ისტორია სწორედ ამიტომ დაიწყო. ჰიტა. ბიოლოგია 30. ბიოლოგია 30. ამ არსებებს მომავლის დაგეგმვა შეუძლიათ. მათთვის მიზან-შედეგობრიობა გასაგები კონცეფციაა. ანუ ცემატყება კი არ ჭირდებათ რამე რო გაიგონ. ხვდებიან რაღაცას რო შვებიან, რა ამ რაღაც შედეგს, ამ რაღაც ქმედებას რა შედეგი მოხვდება. მიუხედავად იმისა, რომ მათი ტვინი ნიგზის ხელაა, ეგეთი პატარაა, ინტელექტით დიდ პრიმატებს გაეჯიბრებიან. იმის თქმა შემიძლია, რომ გლებთან აქტიურად თანამშრომლობენ და შავ საქმეს ხშირად აკეთებინებენ. ყვავი. ყვავი ყორანის სწორია, ორივე ჩაითვლება, იმიტომ რომ ორივეს ერთი და იგივე ინტელექტის მატარებელია. პლუს 30 ქულა. მოდი ელემენტარული მათემატიკა 30 იყოს. ელემენტარული მათემატიკა 30. ამ ჰოლანდიელ გრაფიკულ არტისტს ცხოვრებაში დაფასება არ ეღირსა. 1972 წელს გარდაიცვალა. პოპულარული კი მე-20 საუკუნის ბოლოდან გახდა. მისი შემოქმედების მთავარი თემები უსასრულობა, სიმეტრია, ჰიპერბოლური გეომეტრია იყო. მათემატიკური ობიექტები მის შემოქმედებაში უდიდეს ადგილს იკავებენ. ინსეფშენის კიბეები შეიძლება გამოგადგეთ მისი სახელის გახსენებაში. იმან შეიძლება გამოგადგეთ, რომ პირდაპირ აღებული აქვს ნოლანს ამ ადამიანის შექმნილი კიბეები და ჩასმული აქვს ფილმში. ნამდვილად არის. ვიღაცა დააჭირა? კი. ანანო? ზუსტად სიტყვას ვამბობთ, რომ მონდრეინი არა. მონდრეინი არ არის, ეს არის MC ეშერი, მეგობრებო, რომელიც კიბეებს ხატავდა ამ გეომეტრიულ ფიგურებს. კიბეებითაა ცნობილი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ნოლანმა გამოიყენა, თორე ძალიან საინტერესო მათემატიკურ ობიექტებს ქმნიდა. ანანო. მოიძებია. სამი კითხვა დაგვრჩა. ოკეი. მათემატიკა. მათემატიკა გვაქვს 20 ქულიანი. დარენ არონოფსკის სადებიუტო ფილმის მთავარი თემა რიცხვების დახმარებით უსასრულო სამყაროს მნიშვნელობისა და წესრიგის ძიებაა. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ფილმს სწორედ ეს სახელი ჰქვია. მექნება ნანახი? არ ვიცი. სასურველია რო კი? მაგრამ არ ვიცი. არ ვიცი კინოს რამდენად უყურებდა. Limitless? არა. უსასრულობას მათემატიკაში პი არის, რაც გამოსახავს და მის სადებიუტო ფილმსაც პი ქვია უბრალოდ. პის ცხოვრება არა, პი. 20 და 30 დაგვრჩა, ხო? 20-იანი იყოს. 20-იანი. ალაშა წინასწარ გეტყვი, რომ ყველაზე რთული კითხვა, რომელიც ჩემი აზრით ამ რაუნდში არის, შენ დაგჭა. მადლობა კიდე ერთხელ. მანამდე ჰიტას დაუსვათ 20 ქულიანი შეკითხვა. ეს სინათლეს მატერიად და სიცოცხლედ აქცევს. იღებს ფოტონებს, მათ ელექტრონების გადასაადგილებლად იყენებს
სტაბილურ ქიმიურ კავშირს აწყობს, წარმოქმნის გლუკოზას და კოსმოსურ შკალაზე უდიდეს სასწაულს ქმნის. უდიდეს სასწაულს, რომელიც არსად არ მეორდება გარდა ამ ადგილისა. რაც ვიცით. რა ქვია ამ ყველაფერს, ამ პროცესს? პროცესი არის, რაღაც ამ პროცესის სახელი მინდა. რა ქვია ამ პროცესს? რომელიც სინათლეს მატერია და სიცოცხლედ აქცევს და ამას როგორ აკეთებს? აღწერილი მაქვს. ფოტონებს იღებს, ელექტრონებს ფოტოსინთეზი ალბათ? სწორია, რა თქმა უნდა, ფოტოსინთეზი. აი ესეთი რთულად ჩამოყალიბებული. რაღაც საერთოდ ხო. დედამიწაზეა პოპულარული ფოტოსინთეზი, სხვაგან დიდად არ უყვარს. და ლაშა გილოცავ და დაგისვამ ამ 30-ქულიან შეკითხვას. ამ ქიმიურ ელემენტს ხელოვნური იმიტომ დაარქვეს, რომ პირველი ქიმიური ელემენტია, რომელიც ადამიანებმა შექმნეს. ანუ მართლა ჩვენ შექმნით პირველად, ჩვენ რა მე არ შუაში ვარ, ჭკვიანა ხალხმა გააკეთა. მენდელეევმა მისი აღმოჩენა იწინასწარმეტყველა და თავის დროზე ელემენტების სისტემაში მისთვის ადგილიც დატოვა. ამ ელემენტს ბირთვულ მედიცინაში აქტიურად იყენებენ დღეს. რა ქვია ამ ელემენტს? აი, ქიმიაში არასდროს მიყვარდა ქიმია სკოლაში. არა, ვერცხლი ხო არ არის. არა, ჩვენი შექმნილი რანაირად დაავერცხლი. ტექნეციუმი არის ესეთი ელემენტი, რომელიც ჩვენ შევქმნით ადამიანებმა. მეორე რაუნდი დასრულდა, პირველ ადგილზეა ჰიტა 90 ქულით, ანანოს აქვს 60 ქულა, ლაშას 40 ქულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მესამე რაუნდის თემას აირჩევს ჰიტა. გადავიდეთ მესამე რაუნდში, კონტრიერიში. მესამე რაუნდის წესებია. თქვენ წინ გამოჩნდება 3 თემა. პირველ ადგილოსანი აირჩევს რომელ თემაზე სურს რომ ითამაშოთ. აქ დასწრებაზეა თამაში. ოღონდ ერთმანეთ სამივემ შეიძლება დააჭიროთ. ჯერ პირველი უპასუხებს დასწრებაზე, ვინც დააჭერს, მერე მეორე, ვინც დარჩენილ ორში დაასწრებს და მერე მესამესაც შეუძლია. ყველა კითხვა არის 10 ქულიანი. სწორი პასუხი +10, არასწორი პასუხი -10 ქულა. დღევანდელი კონტრიერიშის თემებია. 2025 წელი, თევზებს მოკლე ფეხები აქვთ და რა იჭმევა აქ? ჰიტა, რომელზე ვითამაშოთ? 2025. 2025 წელი. 2025 წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა პასუხი და ყველა კითხვა იქნება გასულ წელთან დაკავშირებით, რაღაც სხვადასხვა საინტერესო ფაქტებზე. შეიძლება ნაწილი უინტერესოც იყოს, რაღაც. ამიტომ ნახოთ. დავიწყოთ. პირველი შეკითხვა. დასწრებაზეა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. 3 მაისს კოპაკაბანას პლაჟზე რეკორდი მოიხსნა. 2.500.000 ადამიანი დაესწრო ამ Lady Gaga. +10 ქულა. საუბარ. მეორე კითხვა. კასინგ ლუნგის ეს ქმნილება 2025 წლის ყველაზე პოპულარულ სათამაშოდ იქცა. Labubu. ლაბუბუ, +20 ქულა. 2025 წელი ანანოსი ყოფილა. Brain rot-ი ჩემია. მესამე. სოციალურ მედიაში გასულ წელს ერთ-ერთ უდიდეს ტრენდად ეს ორი ციფრი იქცა. ხიტა არის პირველი? 6-7. 6-7. ეს brain rot-ი ხარ. +10. 6-7 brain rot-ები მე მგონი ამით ამოიწურა და გადავიდეთ ტრალალელო სელოდელოდი. აი წინასწრის ხო არის. მეოთხე შეკითხვა. გასული წლის ყველაზე გახმაურებული მკვლელობა იუტას შტატში მოხდა. ჩარლი კერკი. როგორ? ჩარლი კერკი. კი, რა თქმა უნდა, +10 ქულა. შემდეგი კითხვა. რობერტ ფრენსის პრევო ჩიკაგოში დაიბადა და ალბათ ბავშვობაში ძნელად უწარმოიდგენა, რომ კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში პირველი ამერიკელი პაპი გახდებოდა. სახელი უნდა მითხრა ამ პაპის. აუ. არ მახსოვს. აქვია რომის პაპს ახალს მეგობრებო. ეს ახლავთ ლეო მე-14. ლეო მე-14 ქვია რობერტ ფრენსის პრევოს. ხო, თუ დავაჭირე. იმიტომ რომ გეგონა რომის პაპი მეგონა მე ვკითხავი საიდან იყო, მაგრამ ითქვი. კი, და რომის აუ, პაპი. სახელზე არ დავიცოდი ყველაფერს.
შემდეგი მეგობრებო, მე-6. 2025 წლის მიწურულს ეს ორი მეზობელი ქვეყანა საბოლოოდ გახდა ევროკავშირის წევრი. ანუ ბოლომდე შეავსეს ყველაფერი და შეასრულეს, რაც იყო შესაძლებელი. თორე ისეთ წლები არის, უკვე ევროკავშირის ნაწილი არიან. ორივე უნდა თქვა ხოლმე. კი. მე არ შენგენის დავაჭერე. ზონა შევერთენ ევროზონაში გაწევრიანებული. ეხა გახდა 1 იანვრიდან და ეს არის მეგობრებო ბულგარეთი და რუმინეთი. მე-7. ჟურნალი Time ყოველ წელს წლის შემაჯამებელ ნომერში წლის პერსონას ასახელებს. 1982 წლის შემდეგ პირველად ციფრული რეალობა დაბრუნდა Time-ის გარეკანზე. მითხარით, რისი არქიტექტორები არიან გარეკანზე გამოსახული? ლაშა? ხელოვნური ინტელექტი. კი, რა თქმა უნდა. AI-ის არქიტექტორები არიან გამოსახული. ოღონდ ადამიანები არ არიან, არქიტექტურა არის უბრალოდ გამოსახული. მერვე შეკითხვა. გასულ წელს ასტროფიზიკოსებმა დააზუსტეს, რომ QS01 ნამდვილად ისაა, რაც თქვენ უნდა მიპასუხოთ. ის 50 მზის მასას იწონის და მის გარშემო galaktikები არაა. ეს ნიშნავს, რომ ის იქამდე გაჩნდა, ვიდრე ვარსკვლავები. ანანო? შავი ხვრელი ხო არა? შავი ხვრელია ნამდვილად. და ამ აღმოჩენამ რამდენიმე აქამდე ჩვენთვის სასურველი თეორია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, შეიძლება სამყარო ჩვენი დიდი ხვრელიდან არა, შავი ხვრელიდან არის წარმოშობილი. მე-9. Back to the beginning, ასე ერქვა ამ არტისტის ბოლო კონცერტს, რომელიც თავის ლეგენდარული ბენდის სრულ შემადგენლობასთან ერთად ჩაატარა. Heavy metal-ის 76 წლის პიონერი ცხოვრების გიჟური მატარებლიდან ჩამოხდა და კონცერტიდან მალე გარდაიცვალა. რამდენიმე დღეში, შეიძლება ერთ თვეში? აუ, ოზი ოსბორნი. კი, ოზი ოსბორნია ნამდვილად. ნამდვილად ოზი ოსბორნია გიჟური მატარებელი, Crazy Train-ი, ალბათ ყველაზე პარტკიდან კავშირებია გიჟური მატარებელი. და ბოლო შეკითხვა ამ რაუნდში, მეგობრებო. მითხარით, გასული წლის ფილმებში ბენისიო დელ ტოროს სენსეიზე უკეთესი პერსონაჟი თუ ნახეთ? ეს ნამუშევარი ოსკარების მთავარი ფავორიტია. ფრანკენშტეინი. ფრანკენშტეინი -10-ია? აუ, ფაკ. აკადემიისაკენ გზად ბრძოლაში უკვე მოიგო ამერიკული კრიტიკოსების დიდი ოთხეულის მთავარი ჯილდოები. ასეთი რამ კი ისტორიაში მხოლოდ 3 ფილმს გაუკეთებია. ბოლოს 2010 წელს დევიდ ფინჩერის სოციალური ქსელი იყო. ამ ფილმის სახელი მინდა, რომელიც წელს ოსკარების მთავარი ფავორიტია და თითქმის გარანტიას გაძლევს, რომ მოიგებს. არც ერთი არ პასუხობთ. პოლ ტომას ანდერსონის One Battle After Another, ეხა ოქროს გლობუსი ვინც მოიგო? ანუ ფილმი უნდა გვითქვა? კი, აბა. ფილმი. მსახიობზე იმას. არა, ფილმი. უბრალოდ სენსეი პერსონაჟი ფილმი. კი, ეგ მახსოვს. ხო. რა მინდა? 3 რაუნდის შემდეგ 100 ქულა ჰიტა, 90 ქულა ანანო, 50 ქულა ლაშა და ვიწყებთ ბოლო გადამწყვეტ რაუნდს, ბოლო თავი. მეგობრებო, ამ რაუნდში წესები უცვლელია. იქნება 5 მინიშნება. პირველ მინიშნებაზე თუ სწორად უპასუხებთ, ეს არის +50 ქულა, არასწორი პასუხი -10 ქულა. თუ მეორე მინიშნებაზე უპასუხებთ, უკვე 2 მინიშნება არის გახსნილი. მაშინ +40 ქულა და -20 ქულა. მესამე +30 -30, მერე +20 -40, +10 -50. იმის გამო რომ აქ კონკრეტულ რაღაცაზე არ ვთამაშოთ, მაგალითად, როცა სპორტულ პრესინგი იყო, ან საფეხბურთო პრესინგი იყო, იქ მარტივი იყო რაღაც ერთი ლოკალიზებული იყო პასუხები რა სფეროდან შეიძლება ყოფილიყო. ამიტომ აქ წინასწარ გეტყვით, რა სფეროდან გეკითხებით ადამიანს, ბენდს თუ ასე შემდეგ. რომ ყველაფერზე არ იფიქროთ. ბოლო თავი, პირველი კითხვა, გეკითხებით მსახიობს და პირველი მინიშნება. 5 დეკადა კინოში. ოსკარის 9 ნომინაცია, მთავარი და მეორე ხარისხოვანი როლების შესრულებისთვის და პროდიუსერის რანგში. ანუ ჯამში აქვს 9 ოსკარის ნომინაცია ამ ყველაფრისთვის. აშა? აუ, ჯეკ ნიკოლსონი ხო არ არის? -10 ქულა. მეორე. ბრაზილიის შემდეგ 1987 წელს საქართველოში ვიზიტი. გაცოფებულ ხალხთან ტაქსით მგზავრობა. ხო აიღებდი +40 ქულას ახლა მშვიდად. ეხლა კი.
ბრაზილიის შემდეგ ბრაზილია პირდაპირ არ გაიგოთ ქვეყანა ბრაზილია. საქართველოს შეიძლება პირდაპირ გაიგოთ. მესამე მინიშნება. მე მელაპარაკები ფანკენშტეინის მონსტრის სიტყვებია. სახიობს გეკითხებით, +30, -30 კულა არის ისევ რა, მესამე მინიშნების გამო. მეოთხე მინიშნება. მარტინ სკორსეზე თუ იცი, ამ კაცის სახელიც გეცოდინება. -40 კულა შეგახსენებ, ზუსტად თუ არ იცით, მაინც ნუ გარისკო. ეხლა რო გავრისკო? ეხლა ლაშა სამწუხაროდ. და მეხუთე მინიშნება. კაცი, რომელიც ნათლიასაც იცნობს, ტაქსის მძღოლებსაც, ირლანდიელიც იყო და ჯეკ ტიბერიუს ბაირნსიც. რა ქვია, მართლა. 9000 შვილი რო ყავს. მეგობრებო, ეს კაცი გახლავთ რობერტ დე ნირო. პირველი 900 შვილი ყავს კაცს. მეოთხეზე დაჭერას ვაპირებდი და მეოთხე იმან გადამაფიქსებია სკორსეზეს საყვარელი მსახიობი, ადამიანი, რომელმაც რეალურად სკორსეზეს კარიერა გადაარჩინა კიდევაც, იმიტომ რომ Raging Bull-ი გადააღებინა, პრობლემები ჰქონდა მაშინ სკორსეზეს მენტალური და ამან უთხრა, რომ ეს პროექტი ერთად გავაკეთოთ და რამაც გააღვიძა, არ ვიცი ქართულად როგორ ქვია. უდასაწყვეტი ამბავია. სკორსეზეს. და დანარჩენი ხვდებით ბრაზილია ფილმში თამაშობს 87 წელს მართლა საქართველოში იყო გაცოფებული ხარების გამო მეწერა იქ ხალხი მაგ მინიშნება მეოთხე მინიშნება ვერ გავიგე მე და მაგითო მეოთხე მინიშნება თუ რომელი ხო მეოთხე მარტინ სკორსეზე თუ იცი ამ კაცის სახელის ეწოდება მისი ფავორიტი ვის არის მსახიობია ყველაზე მეტი ფილმი აქვს ერთად გაკეთებული მე ვარ მინიშნება იყო სახელზე და მარტინი იქნება და აი მეორე მინიშნება კი არა, მეორე შეკითხვა და მინდა ბენდის სახელი. The Violet Maze ფრონტმენი კრის მაკლური ამ ბენდმა უკვდავყო. მეორე მინიშნება. გახსოვდეთ, რასაც ხალხი თქვენზე იტყვის, რომ ხართ, ზუსტად ის იქნება, რაც სინამდვილეში არ ხართ. მესამე მინიშნება. ჩრდილოეთ პოლუსზე ყველაზე ცნობილი კოლექტივი. მეოთხე. მაიმუნებში ცნობადობით მინიმუმ 3-ეულში არიან. და მეხუთე მინიშნება ალექს ტერნერის ყველაზე ცნობილი პროექტი. ფრონტმენი არის ამ ბენდის მეგობრებო, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსზეც პოპულარულია, მაიმუნებშიც პოპულარულია. და კრის მაკლურიც უკვდავყო, გეტყვით პასუხს, ეს არის Arctic Monkeys-ი, რომელიც იმედი მაქვს გსმენიათ. და მაიმუნებში პოპულარული რატო არის? გასაგებია Monkeys გამო, ჩრდილოეთ პოლუსი არქტიკა არის. და მეორე მინიშნება იყო მათი ალბომის სახელი, სადებიუტოსი და კრის მაკლური არის ქავერი თუ გინახავთ ალბომის მამაკაცი რო ეწევა სიგარეტს, მათი ყველაზე ცნობილი ალბომი, სწორედ ეს ადამიანია, ეს მუსიკოსი. მესამე მინიშნებაში, მესამე კითხვაში უკაცრავად ჭირდება მეცნიერი. პირველი მინიშნება. კაცი, რომელმაც ისრაელის მეორე პრეზიდენტობაზე უარი თქვა. აინშტაინი. ეს კაცი იყო ალბერტ აინშტაინი. +50 კულა ჰიტას. მეოთხე შეკითხვა. მჭირდება ისტორიული ფიგურა. ამბობენ თავს ქალღმერთ ისიდას ადარებდაო. მეორე მინიშნება. ფაქტია, რომ პირამიდები მისთვის შორეული წარსული იყო. რა გჭირდება თავზე? კლეოპატრა. აი ეს გჭირდებოდა. +40 კულა ჰიტას. ირონება იყო. ისიდას ადარებდა თავს, რომელიც იყო ქალღმერთი ეგვიპტური და კლეოპატრა ეპოქიდან ჩვენამდე უფრო ნაკლები დროა გასული, ვიდრე კლეოპატრადან პირამიდებამდე. უფრო დიდი ის არის, ამიტომაც მეორე მინიშნება აქ მივყავდით. შემდეგი მჭირდება მუსიკოსი. ვერნერ ჰერცოგის ნოსფერატუში მის ვოკალს გაიგონებთ. პირველად ამ ფილმს რო უყურე, არ ვიცოდი რომ მისი ვოკალი იქნებოდა და გავგიჟდი. იმიტომ რომ სრულიად მოულოდნელი იყო, წარმოუდგენელიც. მეორე მინიშნება.
Kate Bush-ის Hello Earth-შიც მის ვოკალს გაიგონებთ. Cover-ია გაკეთებული Kate Bush-ს, სადაც ჩასმული აქვს სემპლი მისი ერთ-ერთი კომპოზიციიდან. ნაწყვეტი სემპლი რო ასე ვთქვი. კი, იგივე კომპოზიციის, ასევე ვიტყვი, რომელიც ნოსფერატუშია გამოყენებული, კომპოზიციას უბრალოდ არ ვიტყვი ჯერ. მესამე, ანაგაში დაბადება და ტრაგიკული დასასრული. სად დაბადება? ანაგა. მეოთხე მინიშნება. საქართველოს ხმა. ასე უწოდებდნენ. საქართველოს ხმას ეძახდნენ ამ კაცს. ჰამლეტ გონაშვილი უნდა იყოს. ჰამლეტ გონაშვილია, ჰამლეტ გონაშვილის ვოკალი არის ნოსფერატუში, ჰამლეტ გონაშვილი დააკავერა კეიტი ბუშმა და ჰამლეტ გონაშვილი დაიბადა და გარდაიცვალა იმაში ანაგაში. წინწყარო კონკრეტული კომპოზიცია, რომელზეც საუბარი იყო, წინწყარო არის. შემდეგი მჭირდება არტისტი, რეჟისორი. მისმა მოგვარემ Dark Souls-ი, Bloodborne-ი, Sekiro და Elden Ring-ი შექმნა. თამაშები არის, ვიდეო თამაშები არის, რომელიც მისმა მოგვარემ გააკეთა. შესაბამისად, ამ კაცის სახელიც მჭირდება. პასუხს როცა მეტყვით. მეორე, მისმა ნამუშევრებმა ორჯერ მოიგეს ოსკარი. გეტყვით, რომ ერთი სადებიუტო ოსკარი აქვს მოგებული, სადებიუტო ამ ნომინაციისთვის. მესამე, მისი შექმნილი პერსონაჟები არიან უსახო, No Face, ანუ კოდამა, კალციფერი და ტოტორო. რა ქვია? ღმერთო რა ქვია? მისი დაარსებულია, მეოთხე მინიშნება, მისი დაარსებულია გიბლი, ჯიბური. გააჩნია როგორ იტყვით რაინაზე, როგორ გამიხარდება. მეხუთე, იაპონელი, რომელმაც ანიმე მთელ სოფლიოს გააცნო. და ის ოსკარი პირველი, რაც თქვი, მოიგო პირველი ანიმაციური ფილმის ოსკარი ნომინაცია, როცა ჰქონდა კინოაკადემიას, პირველი სწორედ ამ კაცის კრიტიკება მოიგო, რომელიც გახლავთ ჰაიაო მიაძაკი, მეგობრებო. ყველაზე დიდი, ვისაც ოდესმე ანიმე შეუქმნია. მიაძაკი ვერ გამოვისანი. 6 შეკითხვის შემდეგ ლაშას აქვს 60 ქულა, 90 ქულა აქვს ანანოს, ჰიტას აქვს 190 ქულა, წინ გვაქვს კიდევ 4 შეკითხვა, ანუ ჯამში გვაქვს კიდევ 200 ქულა, მაქსიმალური 200 ქულა გასათამაშებელი, ასე რომ ჯერ კიდევ შეგიძლიათ ბრძოლა გამარჯვებისთვის. მეშვიდე შეკითხვაში მჭირდება მხატვარი. ადალს ბრუკელი თავის ნახატებს დიდად არ უფრთხილდებოდა, ამიტომ ბევრი მისი ნამუშევარი დაზიანებულია. ადალს ბრუკში დაიბადა, ანუ. მეორე. თანამემამულე სკულპტორის გუსტავ ვიგელანდის შურდა. ანუ ბევრჯერ უთქვამს წერილებში, საუბრებში, რომ ამ ადამიანს ძალიან ეხმარებიანო ყველანაირად მთავრობაო და მეო არ მაძლევენ არაფრის ორ კაპიტალს. გავრისკავ. მუნკი ხო არ არის? ნამდვილად მუნკი არის. ედვარდ მუნკიზე არის საუბარი პლუს 40 ქულა. ალბათ გვარებით ან გამოდიარებით შეიძლება ყოფილ გეძებნა ადამიანი, რომელიც აქ გამოგადგებოდა. მერვე შეკითხვა. მჭირდება მეცნიერი. მშობლიური ქვეყნის სიყვარულით აღმოჩენილ ელემენტს მისი სახელი უწოდა. ანუ ელემენტი აღმოაჩინა და საკუთარი მშობლიური ქვეყნის სიყვარულით სახელი დაარქვა. მეორე. მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ანემიით გარდაცვალება გასაკვირი არაა. მესამე. პირველი ადამიანი, რომელმაც ნობელის პრემია ორჯერ მოიგო. ლაშა? კიური მახსოვს. რომელი კიური? მარია, ქალი. პლუს 30 ქულა. ნამდვილად პოლონიუმი, პოლონელი იყო წარმოშობი და პოლონიუმი დაარქვა ელემენტს, რომელიც მან აღმოაჩინა. ანემიით გარდაცვალება გასაკვირი იმიტომ არ არის, რომ რადიოაქტიურ ნივთიერებებთან უწევდა კომუნიკაცია და სამწუხაროდ აგით უნდა დაგესწრო მესამე კითხვით რა.
დაგვრჩა ორი შეკითხვა. ნუ თუ საჭირო იქნება რა თქმა უნდა დამატებით შეკითხვასაც დავსვა, მაგრამ ორი შეკითხვით ადრე 130 ქულა აქვს ლაშას, 90 ქულა აქვს ანანოს და 190 ქულა აქვს ჰიტას. ანუ ლაშა შენ გჭირდება 40 ქულიანი და მე 30 ქულიანი ერთ-ერთი გადანაწილების ვარიანტს გთავაზობ. წერალი მინდა. მეგობრებო. რა იცოდა რომ რიდლი სკოტის ცნობილი რეკლამის ინსპირაცია გახდებოდა? მეორე მინიშნება. სიყვარული ამოძრავებდა და ამიტომ სამინისტროც კი გახსნა მისი. მესამე მინიშნება. დოჩანაშვილი -20 ქულა. ოკეი. მესამე მინიშნება. ამბობდა რომ ყველა ცხოველი თანაბარია, მაგრამ ეჭვობდა რომ ზოგიერთი უფრო თანაბარი იყოს სხვებზე. მე შეგიძლია. მე ჩავახსენე. კი, სამცხორდა შეგიძლია. ის რისიც მეოთხე მინიშნება. ის რისიც ეშინოდა 2026 წელს, უფრო საზარელ რეალობად იქცა. ის რისიც ეშინოდა 2026 წელს, უფრო საზარელ რეალობად იქცა. შინოდა 2000. ლაშა, შენ მე მგონი აქ უნდა დააჭირო. ხო თუ ანათიანზე რო შანსი ხონდეს. რამდენი ქულა ვიცი ხა. სკოლა რამდენია სხვაობა? 60 ხო. ანუ 10 შეგიძლია და 50 ხო. ის რიციც ეშინოდა 2026 წელს უფრო საზარელ რეალობად იქცა. და ბოლო მინიშნება. აი დავაჭერა. ჯორჯ ორუელი ხო არა? -20 ქულა, რა თქმა უნდა ორუელი არის, მეგობრებო. პირველი ინსპირაცია არის Apple-ის რეკლამა, Macintosh-ის რეკლამა, ცნობილი 1984-ის. მეორე სიყვარული ამოძრავებდა არის 84-ში. სიყვარული სამინისტრო არის და ყველა ცხოველი რო თანაბარია, მაგრამ ვიღაცები უფრო თანაბარი ეს ცხოველთა ფერმა არის. და ბოლო ჭირდება პერსონაჟი. ჭირდება პერსონაჟი და ლაშა შენ თუ გინდა რომ დამატებით კითხვა დაისვას, ამისთვის გჭირდება მეორე მინიშნებაზე პასუხი. თუ პირველზე აიღე, პირველზე ამის აღება არ ვიცი, ნახოთ. პირველი მინიშნება. ბევრი ვერ დაიკვეხნის, რომ ბულბაზავრის, სკვირთლის და ეშის მეგობარია. რა გჭირდებათ? პერსონაჟი. მეორე. მისი ყველაზე ძვირადღირებული კარტი 2021 წელს 5,275,000 დოლარად გაიყიდა. ძვირადღირებული კარტი. კი, კარდი რაც არის რა. აუ, პოკემონებიდან მარტო პიკაჩუ ვიცი და მაგას ვიტყვი. -40 ქულა ანანო ნამდვილად პიკაჩუ იყო. და ყოჩაღ რომ მივხვდი რომ პოკემონებზე იყო საუბარი. მეგობრებო, მიულოცოთ ჰიტას გამარჯვება და ფინალში გადასვლა. მადლობა თამაშისთვის და მინდა რომ თითო ოროლა სიტყვით შემიფასოთ როგორი იყო ეს ყველაფერი. მოდი გამარჯვებულით ჰიტათი დავიწყოთ. მე ძალიან ვისიამოვნე თამაშით, მაგრამ ვინერვიული ძალიან. არ მეგონა თუ ეს სანერვიულო იქნებოდა ფილმი. და დიდი პატივი იყო ამ ადამიანებთან ერთად თამაში. და ბოლოს ანანო მიშვერა. ლაშა, კონდა ისე შანსი 40 ქულაზე რო პიკაჩუ გეთქვა? არა, არ ვიცი ეგ თემა საერთოდ, მაგრამ დენიროები დაუკარგეს ამუდამოდ. რა სიტყვი? შეაფასე შენს. ძალიან კარგი თამაში იყო, მადლობა ეტოქეებს და საინტერესო იყო ნამდვილად, უბრალოდ პირველ კითხვაზე რო ვიჩქარე, მაგის გამო გული მწყდება. კი. ანანო? მეც ძალიან ვინერვიულა, ძალიან ვისიამოვნე, მაგრამ აბსოლუტურად ყველა სახელი დამოიწყდა. მიაზაკი დამოიწყდა, ორუელი დამოვიწყდა და აი ძალიან საშინელება იყო. ჩემთვის რა ჩემთვის. ორუელზე რო არ გეჩქარა. არა, ორუელზე ვიჩქარე და მე უკვე აზრი აღარ ქონდა და თან სახელები ეგრევე ამომივარდა თავიდან და მოკლედ იმდენად დაძაბული თამაშია და საინტერესო რომ კარგია რომ ნერვიულობ რა. მადლობა მეგობრებო, მიხარია თუ ისიამოვნე თამაშით, იმედი მაქვს რომ მაყურებელიც გაერთობა თქვენი თამაშის ხილვით. ჰიტა ჩვენ კი შევხვდებით ფინალში, სადაც матч-day-ის ანდალუსიური თავგადასავლის პრიზი თამაშდება. წარმატებები შენ და მადლობა ყველას მონაწილეობისთვის. მადლობა. მადლობა.